რუსთავს დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები სტუმრობდნენ. მინისტრებს მასპინძლობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჯიქიამ გაუწიეს. დავით ნარმანიამ რუსთავში სტუმრობისას ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აგვისტოს თვეში ქალაქს დამატებით 2 მილიონი ლარი გამოეყო. ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი მიმდინარე წელს რუსთავში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი კი რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობაა. მინისტრებმა ქალაქში სტუმრობისას რუსთავის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს, რის შემდეგაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის ხელოვნებისა და სამუსიკო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. რუსთავისთვის დამატებით 2 მილიონიანი პროექტი გამოყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. ეს სულ ერთი თვის ამბავია, დამატებით კიდევ გაკეთდება ლეონიძის პარკის ბილიკების რესტავრაცია, განათებები, ასევე განათებების და შიდა სარეაბილიტაციო გზების სამუშაოები. ჩვენ ვესაუბრეთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის მარნეული რუსთავის გზის აღდგენის საკითხი. და მივიღეთ დაპირება ბატონი მინისტრისაგან, რომ ეს თემა იქნება ძალიან აქტიურად და სერიოზულად განხილული. მარნეული რუსთავის გზის გაკეთების შემთხვევაში რუსთავი უკვე ხდება ძალიან საინტერესო ქალაქი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ბაზრის თვალსაზრისით და აქ უკვე გადამამუშავებელი მრეწველობის თემა შემოდის თავისთავად და არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქალაქის განვითარებისთვის და აქ სამუშაო ადგილების შექმნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ გზას და ვარ გახარებული, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის შემხედრი ნაბიჯების გადმოდმის მსურველი. ბატონმა დავითმა ისაუბრა მისი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებზე, ანუ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც ხდება რუსთავში რეაბილიტაციები, ძირითადად არის გზების ახურავები, სკვერების კეთილი მოწყობა, ასევე ისაუბრა კულტურის მინისტრმა იმ პროექტებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს პროგრამულად კულტურის სფეროში. აუცილებლად ჩვენ ალბათ დავждებით უახლოეს პერიოდში, ჩამოვყალიბდებით, რა შეიძლება დაგვეხმაროს კულტურის სამინისტრომ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი რაც იყო, ეს რეგიონული განვითარების მინისტრის რუსთავ-თბილისის გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ანუ იცით ავტობანი კეთდება, ალბათ ზუსტი თარიღი არ ვთქვია მინისტრს, მაგრამ უახლოეს პერიოდში დაიწყება. დაპირება მოგცა, რომ რუსთავის მონაკვეთიც დაიწყება ავტომატურ რეჟიმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აქ ალბათ მუშაობის პროცესში შესაძლებელია დასაქმდეს, მე მაქვს სურვილი ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თანაქალაქელებიც. როცა ჩვენ რეგიონების ფონდის განაწილებაზე მუშაობდით, რუსთავს რამდენიმე პროგრამა დაუფინანსდა, თუმცა შემდგომ როცა განვიხილეთ ახალი პროექტები, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დამატებით 2 მილიონ ლარზე მეტი გამოგვეყო რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის და სამი კიდევ მნიშვნელოვანი პროგრამა დაფინანსდა აგვისტოს თვეში რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის. ჯამურმა დაფინანსებამ 13 მილიონ ლარს გადააჭარბა, რითაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ქალაქში არსებობს, იქნება დღის წესრიგიდან მოხსნილი. ეს არის მრავალსართულიან სახლებში სახურავების სამუშაოები, ეს არის შიდა კვარტალური გზების შეკეთების სამუშაოები, ეს არის ეზოების მოწესრიგების სამუშაოები. გარდა ამისა, ჩვენ რუსთავში ვაკეთებთ ასევე პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წლის ბოლოსთვის თითქმის ყველა სამუშაო იქნება დასრულებული. რუსთავი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი კულტურით, უმაღლესი კულტურით და დღეს ახლა ჩვენ მუზეუმში ვიმყოფებით, ეს არის შესანიშნავი მუზეუმი, თუმცა მასაც უნდა აუცილებლად დახმარება გაუწიოთ სამომავლოდ და ახლა გვექნება ჩვენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლაში შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან და ის პრობლემები, რომელსაც ისინი ჩვენ გვეტყვიან და გვამცნობენ, ჩვენთვის ესე იგი სამუშაო პროგრამასავით არის. დღეს რომ მოვილაპარაკებთ, თუ რა შეგვიძლია ჩვენ წლის ბოლომდე ხელი შევაშველოთ და რა გავითვალისწინოთ მომავალი წლისთვის.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე დღეს ქალაქ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ბოლნისის ცენტრალურ პარკში გაიმართა. გიორგი თარგამაძემ ბოლნისელებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ხელმოწერის შეგროვების პროცესს დაესწრო. როგორც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბოლნისში ძალაუფლებისთვის ბრძოლა და სახელისუფლებო ქაოსი სამწუხაროდ კიდევ გრძელდება. გიორგი თარგამაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველა კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს. მით უმეტეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი ნელ-ნელა დაბლა იწევს. საარჩევნო შედეგების მიღწევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში თითქმის შეუძლებელია და ყველა ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატის შანსი თითქმის თანაბარია. საარჩევნო კამპანიის დინამიკა წინასაარჩევნო პროგრამები განსაზღვრავს იმას, თუ საით გადაიხრება ამომრჩეველი, განაცხადა გიორგი თარგამაძე. ბოლნისში ძალაუფლებისათვის ბრძოლა და სახელისუფლებო ქაოსი სამწუხაროდ გრძელდება. ხალხი მონატრული არის პატრონს სახელმწიფოს მხრიდან ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ჭირდება წესრიგი საკუთარი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. წესრიგი ოჯახსა და სახელმწიფოში ეს არის კიდეც ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. ამას ემსახურება მათ შორის ხელმოწერებისა და პოლიტიკური ბრძოლის მეშვეობით იმ მიზნის მიღწევა, რასაც ქვია ქვეყანაში ერთის მხრივ ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერა და ერთსქესიანი ქორწინებების დაუშვებლობა და მეორეს მხრივ ამ ოჯახის სოციალური მინიმუმის და ღირსების დაცვა. ძალიან მიხარია, რომ ბოლნისელები აქტიურად მონაწილეობენ ამ ხელმოწერებში, რითაც თავიანთ ხმას უერთებენ საერთო საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის მცდელობას იმისთვის, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ ამ ქვეყნის მომავალი, მოაწესრიგონ საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც წარმოუდგენია. დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდებოდა ბატონი გიორგი თარგამაძე. მისი მხარდამჭერი ვარ პარტიის შექმნის დღიდან. ძალიან სანდო პიროვნებაა, ვენდობით და დაუჭერთ მხარს ყოველთვის. დღეს გაგვაცნო ის პროგრამა, რომ წინააღმდეგია ერთსქესიანთა ქორწინებაზე და ჩვენც დავეთანხმეთ და მოვაწერეთ ხელი. კოჯორში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ასეულის დონის საველე ტაქტიკური სწავლება დასრულდა. წვრთნები 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 53 ბატალიონის სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას. წვრთნების დროს ჯარისკაცებს სხვადასხვა ამოცანის შესრულება მოუწიათ. სამხედროების მთავარი დავალება რეიდის განხორციელება, ჩასაფრება, რთულ რელიეფსა და ტყეში გადაადგილება იყო. სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი კომბინირებული საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. ასეულის დონის ქვედანაყოფმა ერთდროულად 2 ამოცანა რეიდი და ჩასაფრება დაგეგმა და განახორციელა. აღნიშნული საველე სწავლების მიზანს სამხედრო მომსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს. ეს იყო 2 კვირიანი ტაქტიკური სწავლება, საველე სწავლება, სადაც პირველ შემოქმედებას უნდა შეისწავლა პრაქტიკულად ჩასაფრება რეიდი და შეტევა ასეულის დონის. პირველ შემოქმედება ასევე აითვისა ტყეში გადაადგილების ხერხები ტაქტიკურად. დღევანდელი სწავლება იყო კომბინირებული სწავლება ასეულის დონის შემადგენლობით, რომელიც გულისხმობდა 2 სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ერთდროულად. ეს იყო ჩასაფრების მოწყობა და ეს იყო რეიდის განხორციელება. ჩატარდა წარმატებით ორი ოპერაცია. წარმატებით განხორციელდა ყველა საკუთარ მოქმედებმა ყველა ჯარისკაცმა წარმატებით გაართვა თავი ამ ოპერაციას. ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული 20 სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელი კონტინგენტის შემადგენლობაში ქაბულში ბაზა ფენიქსზე 6 თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ISAF-ის მისიაში. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მისიის წარმატებული შესრულებისთვის ქვეითი 20 ალაბამა შტატის პატივისცემის მედლებით დააჯილდოვეს. ბათუმის ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის 20-მა საერთაშორისო მისიის შესრულება თავდაპირველად ფრანგული სარდლების დაქვემდებარებაში ვორჰაუზის ბაზაზე დაიწყო. ამერიკული სარდლობის თხოვნით ადილის ცალკეული ბატალიონის გაძლიერებული 20 ქაბულში მდებარე ბაზა ვერჰაუზიდან ამერიკული ბაზა ფენიქსზე გადავიდა. ქართული კონტინგენტის ფენიქსის ბაზაზე გადაყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა. შევასრულეთ იქ მისია და დავასრულეთ ყველაფერი წარმატებით. რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენ შემსვლელ ბატალიონს, ჩვენი ბატალიონის შემსვლელ 20-ს. რაც შეეხება ISAF-ის მისია, ჩვენ და ნებისმიერი ქართული ქვედანაყოფები, რომლებიც განლაგებული არიან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში და ასრულებენ ISAF-ის მისიას, ვასრულებთ საქართველოს უსაფრთხოებისა და გლობალური უსაფრთხოების გამტკიცებისათვის.
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლატვიაში. დღეს ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მოსალოდნელი საპრეზიდენტოს არჩევნების თემა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხიც დააყენა. საუბარი ასევე შეეხო ეუთოს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, მათ შორის ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა 6 სექტემბერს 20 საათსა და 40 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში განახორციელა ზარი ქუთაისში პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. სამართალდამცავები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე და შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ადგილზე შესაბამისი წესების დაცვით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამნახველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა. სამართალდამცავებმა ცხელყვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული ხაშურში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენიდან 1 საათში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარის სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელყვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცრუ შეტყობინების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ქუთაისში პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 351 მუხლით. საერთაშორისო პროექტის სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების ფარგლებში რუსთავში ფესტივალი მოეწყო. სპორტულ თამაშებში მონაწილეობა რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანების და გარდაბნის სპორტული ცენტრის სპორტსმენებმა მიიღეს. საერთო ჯამში ფესტივალში 7-დან 12 წლის ასაკის ჩათვლით 206 ბავშვი ჩაერთო. ფესტივალის დასრულების შემდეგ სპორტული ტანსაცმელი, მწვრთნელების ეკიპირება, ბურთები და სხვა ინვენტარი მონაწილეებს და სასპორტო სკოლების გაერთიანებას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს რუსთავმა უკვე მეოთხე უმასპინძლა. სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა საქართველოში 2003 წლიდან UEFA-ს ეგიდით ხორციელდება. მთლიანად ეს პროექტი არის, რა თქმა უნდა, არაკომერციული, ჰუმანიტარული, აპოლიტიკური და ასე შემდეგ, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა დიდი უმრავლესობაც არის ისინი, ვინც დღევანდელ დღემდე სპორტით არ იყვნენ დაკავებული, მოვიზიდოთ სპორტში. რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება მეოთხედ იღებს მონაწილეობას ამ პროექტში, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესს. მასში მონაწილეობას იღებენ ამ მასპინძლებად უთვლებით ჩვენ რუსთაველები, მოწვეული ყვალმრები გარდაბნიდან, ერთობლივად ხდება ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობენ 7-დან 12 წლის ჩათვლით ბავშვები. ეს არის ძალიან კარგი, ძალიან სასარგებლო პროექტი და მომავალშიც ვაპირებთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. ასეთი ფესტივალები ბევრჯერ ტარდება, მე ძალიან მომეწონა, რომ ამ ტურნირში მე ვიღებ მონაწილეობას. ძალიან გამიხარდება თუ სულ ჩატარდება ეს ტურნირები. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომა 3 BMW-ს გათამაშებისა და საქართველოს ჩემპიონატის სამოყვარულო წყვილთა რბოლის მეოთხე ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრის პირველ დღეს ტრასაზე საკვალიფიკაციო ეტაპები შედგა. შეჯიბრის 3 კლასში წინა წამყვან, უკანა წამყვან და კვადროში გაიმართა. სანახაობრივი ეტაპების შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთესო მრბოლელები, რომლებიც ერთმანეთს უკვე ხვალ შეეჯიბრებიან. რბოლა ხვალ 10 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ შედეგების მიხედვით პირველი 8 ადგილის მიღმა დარჩენილი მონაწილეები ასპარეზობას საქართველოს თასის გათამაშებაში გააგრძელებენ. ეს არის წყვილთა რბოლის მეოთხე ეტაპი. ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა წყვილრბოლა, როგორც მოყვარულ რბოლებში, ასევე პროფესიონალებში. ყველაფერს თავი დავანებოთ, 3 ავტომობილი თამაშდება. 12 ტურის შედეგად. დღევანდელი კვალიფიკაციის შედეგების შემდეგ იქნება დალაგებული თუ ვინ ვის ხვდება და როგორ დაიწყება რბოლა. ხვალ დილის 10 საათიდან იქნება უკვე რბოლები. ვღებულობ მონაწილეობას წყვილთა რბოლაში, სადაც თამაშდება ავტომობილი BMW. ეხლა უკვე მეოთხე ეტაპი არის. ამ შეჯიბრის კონკურენტები ძალიან ძლიერები არიან.
და იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, ხა იმედის გარეშე მონაწილეობას არც მივიღებდი და თუ მანქანაც ფორმაში დარჩება და მეც იმედებს გავამართლებ, ალბათ გავიმარჯვებ.